წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიაღწიეთ 80 წლამდე. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ იცხოვრეთ 80 წელი. თქვა დაიბადეთ 1980 წელს და იცხოვრეთ 2060 წლამდე. 80 წელი, რა ბედნიერება. უმეტესობა აღწევს 70, ზოგიერთი კი 50-60 წლამდე, იმის გამო, რომ არიან საკუთარი ვნებების მონები. მაგრამ საშუალო ასაკი არის 70 წელზე ოდნავ მეტი. დაუშვათ, თქვენ მიაღწიეთ 80 წელს. მოდით გავამრავლოთ ეს ციფრი 365-ზე. გამოდის 29200 და მთელი ცხოვრება გავიდა 30000 დღეზე ნაკლებ დროში. არ დაგავიწყდეთ გამოვაკლოთ 4 წელი დასაწყისში და 6 წელი ბოლოში. რჩება 25550 დღე. დღეღამეში 24 საათია. ჩვენ კი ყველას გვიყვარს ძილი. საშუალოდ 8 საათი ეთმობა ძილს. ესე იგი 25550-ის მესამედი ემსგავსება ბურუსს და რჩება 15816 დღე. 2300 კვირაზე ნაკლები. უფრო ზუსტად 2259. აბა, როგორ ჩაიარა თქვენ მოგვიანებით? ახლა მოდი დავთვალოთ რა ღირს თქვენი ცხოვრება. დაფიქრებულ ხართ ამაზე? რა ღირს თქვენი ცხოვრება? მილიონი? 10 მილიონი? იქნებ მილიარდი? სინამდვილეში ამის დადგენა ძალზე დიორია. მოდით ერთად დავთვალოთ. სიცოცხლე იზომება დროით, წლებით, თვეებით, დღეებით და საათებით. თვეში 30 დღეა. დღეში 24 საათი. გამოდის, რომ თვეში 720 საათი. რა შემოსავალი გაქვთ თვეში? მოდით მაგალითისთვის ავიღოთ თვეში 700 ლარი. უმეტესობას ამდენიც კი არ აქვს, მაგრამ ვივარაუდოთ. ახლა ეს თანხა გავყოთ 720-ზე. რაც 97 თეთრი სტოლია. აი ეს არის თქვენი ცხოვრების რეალური ფასი. 97 თეთრი. ეს ერთი პური და ერთი ასანთია. შევხედოთ ცხოვრების ფასს სხვა მხრიდან. სავარაუდოდ ჩვენ ავიღეთ 80 წელი. 80 წელი ეს დიდი დროა. წელიწადში 365 დღეა. დღეში 24 საათი. გამოდის, რომ 80 წელიწადში 700800 საათია. ეს ბევრია თუ ცოტა? დაუშვათ 1 საათი ღირს 5 თეთრი. ესე იგი თქვენ გაქვთ 35040 ლარი. რამდენს ხარჯავთ დღეში? მოდი ავიღოთ 20 ლარი. გამოდის, რომ 35040 ლარი გეყოფათ 1752 დღე. ესე იგი 4,8 წელი. და მორჩა, ფული დამთავრდა. დროც აღარ არის. მე ტყუილად არ ვზომავ დროს ფულით, რადგან ჩვენ სამყაროში ეს ორი განუყოფელი ნაწილია. რაც უფრო მეტი გაქვთ ფული, მით უფრო ძვირი ღირს თქვენი დრო. სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რამ არის, რაც ადამიანს გააჩნია. ნუ გააუფასოებთ მას. სიცოცხლე ხო ერთია.